გუდაურში მსოფლიო თასის ბოლო ეტაპი დასრულდა. გამარჯვებულები ამ შემთხვევაში სნოუბორდ კროსის დისციპლინაში გამოვლინდნენ. დღევანდელი დღის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საბოლოო რეიტინგიც გახდება ცნობილი. ცნობისთვის საქართველოს მიმდინარე სეზონში მსოფლიო თასის 3 ეტაპს უმასპინძლა, აქედან 2 გუდაურში, 1 კი ბაკურიანში გაიმართა. დღეს იყო სეზონის ბოლო საერთაშორისო ღონისძიება, შესანიშნავად ჩატარდა, შეფასებები ძალიან მაღალი გვაქვს როგორც საერთაშორისო დელეგატების მხრიდან, ასევე სპორტსმენების მხრიდან. ჩვენ წელს ჩავატარეთ 3 მსოფლიო თასი, ასევე ფრირაიდ ვორლდ ტური. ამით ვამთავრებთ სეზონს. ღონისძიებების ნაწილში თუნდა ვაგრძელებთ სეზონს სასრიალო ვიზიტორებისთვის, იქამდე სადამდეც იქნება კარგი თოვლის კონდიცია. ჩვენ გვქონდა 2 არაჩვეულებრივი შეჯიბრი გუდაურში. ეს იყო კარგად ორგანიზებული მთის ტრასების სააგენტოსა და სათხილამურო ფედერაციისგან. ყველა იყო ძალიან მოტივირებული, რომ წარმატებული ღონისძიება ჩაეტარებინათ. ეს იყო მაღალი კლასის სნოუბორდ კროსის შეჯიბრება. სპორტსმენებიც კმაყოფილები არიან. მადლობა საქართველოს, მადლობა გუდაურს ამ ორდღიანი შესანიშნავი შეჯიბრებისთვის. გუდაურს საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს. მსოფლიო თასების ჩატარების კუთხით გრძელვადიანი გეგმები გვაქვს. ბედნიერები ვართ, რომ გუდაური მოინიშნა მსოფლიო რუკაზე და ყველა საუბრობს აქ ჩატარებულ ღონისძიებაზე. ჩვენ დავბრუნდებით და გავაგრძელებთ მუშაობას ამ მეგობრულ და სტუმართმოყვარე ხალხთან. ძალიან მაგარია გამარჯვება გუდაურში. კმაყოფილი ვარ ჩემი გამოსვლით. დიდი სიამოვნება მივიღე. კარგი გარემო და არაჩვეულებრივი ორგანიზება იყო. მარტივი არ ყოფილა გამარჯვება. დიდებული დღეა. მშვენიერი გაზაფხული გვაქვს. აქ ძალიან მომწონს. საოცარი ტურნირი გამოვიდა. ვიმედოვნებ მსოფლიო თასის ტურნირის ფარგლებში აქ კიდევ დავბრუნდებით.